მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღეს არის რამდენიღაცა ნოემბერი? 4. 3. რა აზრი აქვს? დღეს არის 3 ან 4 ნოემბერი. ყველაფერი კარგადაა დედამიწაზე. ეგრე მშვიდი. მე მაცივარზე მქონდა გასწორებული, რომ აი აქ ყოფილიყავი. გაფორმება მოვიდა. კაროჩე ამასთან თუ ყურე რაღაცა ღამე TikTok-ს სკროლავდი და შემხვდა რაღაცა ფილმი რა. და გადავწყვიტე რომ ეგეთ ფილმებს თუ ნახავ ხოლმე და თუ მართლა კარგი იქნება, მე მაგაზე მოგიყვეთ რომ ნახოთ ხოლმე რა. იმიტომ რომ მართლა ზამა მომეწონა ისეთ ფილმი იყო რომ აი რასიზმი უნდა დაემთავრებინა რა თავის დროზე მართლა. თან რეალური ისტორიაზე იყო აგებული და ეგ ვაფშე უფრო საინტერესოს ხდის ხოლმე ჩემთვის რაღაცა ფილმებს რა. იდეაში ამერიკულ ფეხბურთზე იყო რომელიც დიდად საერთოდ არ მაინტერესებს. მიუხედავად იმისა რომ ჩემი მეგობარი არის ადამიანი რომელიც ამერიკულ ფეხბურთს თამაშობს თან საქართველოს ნაკრებშია და ამერიკაში ვიზა შეაქვს ორი კვირით და იქ მინდის რაღაცა ტურნირს. ის ადამიანი მოიკითხეს ეს ბატონი უნგი. ხო ნუ რა აზრი აქვს რა. იმ დღეს ველაპარაკ. ხო და ნუ ამერიკულ ფეხბურთზე არის იდეაში ეს ფილმი, მაგრამ მაგარი კარგი ფილმი არის რა. ამერიკულ ფეხბურთზე არის თუ არა თამაში ცოტა გადრამატირებული აქვს დიდი ალბათობით და ხო, გადრამატიზირებული აქვს დიდი ალბათობით, ოღონდ იპონჩი რომ აი რაღაცა ბოლო წამებზე რო ქულას დებენ და რაღაცა ეგეთები აშკარად არის რა. ამ ფილმის სახე რომ მიეცათ რაღაც უფრო ფილმური რო ყოფილიყო, მაგრამ ნუ რეალური ისტორიაზე არის დაფუძნებული, სადაც ვირჯინიაში ფერეთკანიანები ჩაასახლეს და ისე წავიდა საქმე, რომ თეთრკანიანებს ძალიან ეძღებოდათ მაგ შტატში განსაკუთრებით და მაგ ქალაქში განსაკუთრებით ფერეთკანიანები და მიუღებლობა ქონდა ყველას რა. და პლუს მაგას კიდე წვრთნელად გაუშვეს დენზელ ვაშინგტონი თამაშობდა. რა. არც ვინ არის ხო დენზელ ვაშინგტონი გენაცად. ნამდვილი ადამიანია. ედი მერფი? არც ედი მერფი არის, იცი? აი ნამდვილი ნაცისტი ვინ არის თურმე. ერთი ზანგი არის, იცი, ბოზიშვილი იყო. ერთი კარგი ზანგი არის, იცი? მეცი ობამა. ობამა ცუდი ზანგია. შვენიერი ზანგია ობამა. რას შვენიერი ზანგია? ან ზანგებში გევასება? ან ობამა გევასება, ბიჭო, ჰა? შვენიერი ზანგი. ზანგებში ყველაზე კაი ეგ არის. გადე ეგ ხო ნუ, კარჩე რა აზრი აქვს რა. ეს დენზელ ვაშინგტონი თამაშობს მწვრთნელის როლს და ეს მწვრთნელიც ფერათკანიანი აუცილებლად გაუშვეს ამ გუნდში და კარჩე ის ორი ნაწილადაა ქალაქ გაყოფილი და ერთადერთი ფუმფულა კაცი არის, ვინც ცდილობს რომ ურთიერთობა დაიჭიროს თეთრებთანაც და შავებთანაც, იმიტომ რომ ორივე ევასება რა. ერთი ვიღაცა არის რა, თეთრკანიანი არის, რომელსაც არ აქვს პრობლემა იმაზე და ისინი მოღალატეს ეძახიან, ისინი იმას იზამენ და სხვათა შორის ეგ ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე შტერი იყო მაგ წიგნში კი არა და მაგ ფილმში და მაგ რეალობაშიც მაგ რეალობაში ძალიან შტერი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგ გახდა ერთადერთი მულტიმილიონერი, რომელიც ბიზნესმენი გახდა მე რა. და ბევრი მაყუთი იშოვა, ხო? კონდიციონერზე იძახის, რომელიც თბილისზე აქვს ჩართული. ხო და ნუ ამ ფილმში ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა ხდება და ჩემი საყვარელი მომენტი იყო, როდესაც ერთი ზანგს ეჩხუბება გუნდის კაპიტანი. კაპიტანი თეთრკანიანი არის. ხო, დროთა განმავლობაში ეს კაპიტანი გამოსწორდა და ჩაუბრალდა რა ყველას რა ამ ზანგებს. იმიტომ რომ გუნდურად თამაში დაიწყო და არა იმაზე ფიქრი რომ მე თეთრი ვინ შავი რა და ვიღაცები დაჟე გუნდიდან გაუშვა იმის გამო რომ მაგათ სპეციალურად ქონდათ გაკეთებული ისეთ რაღაცები რომ ვიღაც ზანგებზე მარტივად დაჯახებული იყვნენ ვიღაც ტიპები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პლუს ამ შავ კანიან მწვრთნელს პატენიკი დაუტოვეს თეთრკანიანი მწვრთნელი ასისტენტად დაუტოვეს დაცვაში თუ რაღაც და ამის Hall of Fame-ში შეყვანას ჩაიჩობდა ვიღაც თეთრკანიანი ბანდა და რაღაც თამაშის მოსყიდვა ცადეს რა. ისე რომ ამ შავკანიანს წაიგო და თეთრკანიანი დაებრუნებინათ ისევ თავის პოზიციაზე და ამ თეთრკანიანმა მსაჯებს უთხრა რომ ყველაფერს გაზეთში მოხვედრებო თუ არ იმას იზავთ რა.
გაჩერდებითო. მაგრამ იდეაში მაგ ფილმის მორალი იყო ის, რომ ყველაზე მეტად რაც მომეწონა მაგ მომენტს გეტყვით. ყველაზე მეტად რაც მომეწონა ეგ მომენტი იყო, სადაც ერთი შავკანიანი ეჩხუბება და თეთრკანიანს და ეს თეთრკანიანი ეუბნება, რომ კაპიტანი აქ მე ვარო რა. და შენო გარემოს ნუ აბინძურებოთ რაღაცა რა. და აი მაგ მომენტში უთხრა ამ შავკანიანმა, რომ კაპიტანი ქმნის გარემოს. და აი ეგ ფრაზა იმ მომენტში даже მაგ ფილმს რომ უყურებდი ერთი სამჯერ ცრემლები წამომევიდა. თან ღამე იყო, მართლა. და მე მითხრა რომ ეძინა. არა, შენ წამ თქოს, მე გითხრა ვიძინებ თქო და ჩავხტი ტელეფონი და ბოლოს დავაინტერესდა და ბოლომდე შევყევი. ჩაზრია რა, აი, იმედი მაქვს რომ ყველა ადამიანი ეგრე ხართ, რა ცხოვრობთ ყველა იმ პონჩში, თქვენ პონჩში და ხართ, არსებობთ და რაღაცებს ვაკეთებთ ძილის წინ, მე შეყოლა იცით. კი, თუ არავისთვის არ მაქვს ნათქვამი რომ წავედი ვიძინებ. ბიჭო, რო ვიძინებ, მე რო ვიძინებ და რო უყურებ თან, მაინტერესებს და რა გავაკეთო ახლა. მე მგონი წყალი აგიძულ. მე გადავწყვეტა რა მიდურდა. ჰა? მე გადავწყვეტა რა მიდურდა. მიყავს ბრაზილიანი ქალბატონები. კარჩე. ეს ძალიან ოჯახური გარემო იყო ახლა. ლენკაც გვეჩხუბა და ვერც მოგიყევით ნორმალურად ეგ ფილმი, მაგრამ Remember the Titans. ხო, Remember the Titans რა. იმაზე იყო აჭანეძებ ნახე. ინგლისურად არ მქონდა ყურების და. ხო და ნახეთ, მაგარი ფილმია რა მართლა. გირჩევთ რომ ნახოთ. გაგიწევდათ დიდი იმედი მაქვს. წარმატებები ბედნიერად იყავთ, კარგად მიყვარს ხართ. რავი, რა ვთქვი? მიყვარს. ხო, არ გამოიწერთ თუ გამოწერილი გაქვთ მაინც, მეორე გამოიწერთ. ჰა? რა გინდა? რამდენი ხანი ვილაპარაკე, აი რა. 7 წუთი ვილაპარაკე. კარგი. რა გინდა? და არ მაცვალე. იმიტომ დადიხარ ეს რაღაცებს აკეთებ. საჭმელს გიკეთებ და ყავას. ნუ მეჩხუბები. აუ, ეწყინა ახლა. მე ვიდეოსთვის კი კლაუბას შევოდი თორე. შემიგდა. მოდი ვახარე. ჰა? მოდი. ადი. ვიდა არ გამიტიშია. აიცოდე. რომელ დანებდი, დაინახეს ყველაფერი. ის საჭმელს გიკეთებ და ყავას შეუმადურო, შენი დედა მოხდა. მე იქ, მოდი შემეხარიჭი. დედა წინ დავაკეთე გადავე ხენგავ. ო